მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ ჩვენთვის გამორჩეული პარტნიორი და რუბრიკის თანაწამყვანი უბრუნდება სატელევიზიო ეთერს გარკვეული პაუზის შემდეგ. კომპანია სავის მმართველმა პარტნიორმა მარიამ ქოიავამ თავისი საავტორო რუბრიკის გარკვეული რებრენდინგი მოახდინა, მოდი ესე ვიტყვი. კონსალტინგის და სხვადასხვა საქმიანი რჩევების გაცემა არ უჭირს სავის გუნდს თავისი პარტნიორი კლიენტებისთვის და აგერ საკუთარი თავისთვისაც დასჭირდათ BMG-ის წიაღში. ასეთია მედიაში მუშაობის ბედი. მაშასე, ვიწყებთ. ეს არის ბიზნესი 360 გრადუსით მარიამ ქოიავასთან ერთად. ხო, ბარემ აქვე ვიტყვი მიზეზი რის გამოც მოხდა მარიამ ქოიავას საავტორო რუბრიკის დანიშნულების, შინაარსის და დასახელების შეცვლა უკავშირდება ჩვენ საერთო დაკვირვებას, რომ ცალკეული ბიზნეს ინდუსტრიების, სექტორების მიმოხილვისას და დაკვირვებისას, მათზე ინფორმაციების გადმოცემისას აშკარად გვაკლდა მეტად სიღრმეებში ჩასვლა იმ დეტალებში, რომელიც ბიზნეს განსაკუთრებით აინტერესებს. ესეთი უკავშირი მიიღეთ და ხო, რაც თავარი ააზღვევს იმ შესაძლო რისკებისგან და ამიტომ რა გადავწყვიტეთ? ამიტომ გადავწყვიტეთ სრულად და ბოლომდე მოვახერხოთ და დაგანახოთ სხვადასხვა ბიზნეს ინდუსტრიები სრულად განსხვავებულ რაკურსში და სულ რამდენჯერმე დავგჭირდეს ამ რუბრიკის, ანუ ბიზნესი 360 გრადუსით არსებობის მანძილზე ერთი და იგივე ბიზნეს ინდუსტრიაზე მიბრუნება არ დაგზარდებით არც ერთი და მარიამ ქოიავასთან ერთად ამ კონკრეტულ ბიზნესს მაინც სრულად და ბოლომდე დაგანახებთ 360 გრადუსით. მოკლედ, დილამშვიდობისა მარიამე და კეთილი იყოს შენი დაბრუნება სატელევიზიო. დილამშვიდობისა გიორგი, დიდი მადლობა. მივესალმები ჩვენს მაყურებელს. კი ბატონო. რა დავაკელით წარდგენას 360 გრადუსისა და რას ფიქრობ? რა არის ის რედიზაინი, გნებობს რესტაილინგი, რის გამოც ბიზნესი 360 გრადუსით გვინდა რომ დავანახოთ ჩვენ საქმიან საზოგადოებას. შენ აბსოლუტურად სწორად აღნიშნე ძირითადი მიზეზი, რატომაც გადავწყვეტეთ, რომ ცოტა უფრო ღრმად ჩაგვეხედა თითოეულ სექტორში. რასაკვირველია, საბოლოო ჯამში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არის ფინანსური შედეგები სექტორების, თუმცა არსებობს ასევე საერთაშორისო ტრენდები, არსებობს ასევე ლოკალური ტრენდები და რეგიონალური ტრენდები, საიდკენაც ეს ინდუსტრია მიდის და უბრალოდ ვერანაირად ეს ყველაფერი ერთ გადაცემაში ვერ ჩაეტეოდა. ამიტომაც გადავწყვიტეთ, რომ ცოტა დავარქვათ ამას თავისუფალი ფორმატი აგვერჩია, არ შეგვეზღუდა ჩვენი თავი იმით, რომ კონკრეტულ სექტორს დავუთმოთ თქვათ ერთი გადაცემა 3, 5 თუ 7, თქვით რომ რა სიღრმემდეც მოგცემს შესაძლებლობას ინდუსტრია და კონკრეტულად საქართველოს პოზიცია ამ ინდუსტრიაში, მოდი მაქსიმალურად საინტერესოთ და ყველა მხრიდან მართლაც 360 გრადუსიდან შევხედოთ ამ ინდუსტრიას და რა შეიძლება პერსპექტიული და საინტერესო შემოგთავაზოს ამ ინდუსტრიამ. დავიწყოთ ღვინით? ასევე საინვესტიციო კუთხით. ღვინო იყო ერთ-ერთი ბუნებრივი არჩევანი. ვიტყოდი, ბევრი სხვადასხვა მიზეზიდან გამომდინარე, ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო დარგია და საინტერესო მიმდინარეობები არის დღეს გლობალურად ამ სექტორში. სწორედ გონია, რომ ღვინოთ სისტემა არის, რომელიც ვერ შემოიფარგლება ერთი გადაცემით. მისი სიღრმეებიდან და დეტალებიდან გამომდინარე, ვიდრე განვაგრძოთ საუბარს, გეტყვით მცირე ღვინის ინდუსტრიაზე, გლობალური ღვინის ინდუსტრია მნიშვნელოვანი ეკონომიკური სფეროა. მისი შემოსავალი 2024 წლისთვის დაახლოებით 338 მილიარდად ფასდება და არსებული პროგნოზით 5 წლიან პერიოდში, ვიდრე 2029 წლამდე, ის დაახლოებით 12%-ით გაიზრდება. 380 მილიარდს მიაღწევს და ზრდის ეს ტრაექტორია ხას უსვამს ღვინის უცვლელ მიმზიდველობას და მის როლს გლობალურ ეკონომიკაში. საქართველოში ღვინო ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია, ის მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს მდიდარ ტრადიციებთან. ქართული ღვინის უნიკალურობა აისახება ღვინის მზარდ ექსპორტსა და ღვინის ტურიზმზე. საქართველოში ღვინო ეროვნულ იდენტობასთან და იდენტობის გარდა მნიშვნელოვან ეკონომიკურ როლსაც ასრულებს. საქართველოში ღვინის წარმოებაში არის 1100-ზე მეტი ბიზნესის ერთეული, კი, ჩართული, რომელთა ჯამური ბრუნვა უკვე მილიარდ ლარს აღემატება და ეს ჯერ კიდევ 2023 წლის მონაცემებია, ხოლო 2024 წელს ყურძნის ჩაბარებით 22,000-მა მევენახე ფერმერმა 420 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო. ჩემი პირველი კითხვა მარიამთან იქნება საერთო სურათში
გლობალური სტატისტიკა იძლევა თუ არა იმის დასტურს, რომ მზარდია ინდუსტრია გლობალურადაც და შესაბამისად ცხადია ღვინის ვაჭრობაც მიმზიდველი არის წარმოებლებისთვის. კეთილი, მადლობა გიორგიამ საინტერესო კითხვისთვის. რატომაც ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ავირჩიეთ ღვინის ინდუსტრია იყო ის, რომ გლობალურად საკმაოდ განსხვავებული და საინტერესო ტრენდებს ვაკვირდებით ჯამურ ვაჭრობაში და ასევე წარმოებაშიც. მოდი დავიწყებ წარმოებიდან. დავიწყოთ. დღესდღეობით 2024 წელს შეფასებულია საშუალოდ 231 მილიონი ჰექტოლიტრის წარმოება. აქვე განმარტავ, რომ 1 ჰექტოლიტრი უდრის 100 litrს, რომ წარმოვიდგინოთ, რამდენად დიდ მასშტაბზეა საუბარი. თუმცა 2023 წელი იყო რეკორდულად ცუდი წელი მოსავლიანობის კუთხით, იმიტომ რომ ტრადიციული ღვინის მწარმოებელ ქვეყნებში კლიმატური პირობების სეტყვის და მწერების მიერ დაზიანების გამო მნიშვნელოვნად დაეცა მწარმოებლურობა. ეს 2024 წელს ბოლომდე აღდგენილი არც არის. თუმცა მაინც საკმაოდ დიდი წარმატება აღინიშნება. აქვე უნდა ვთქვათ, რომ ზოგიერთ ქვეყნებში, როგორც არის მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, მათ შორის საქართველო 24 წელს პირიქით კარგი წელი არის და მოსალოდნელი არის წინასწარი შეფასებებით, რომ საქართველოს მწარმოებლურობა 24 წელს 27%-ით არის გაზრდილი. რაც შეეხება მოხმარებას. მოხმარების კუთხით დღეს მსოფლიოში ვხედავთ ესეთ ტრენდს, რომ 221 მილიონი ჰექტოლიტრი შეადგენს გასული წლის შეფასებით მოხმარებას, თუმცა ბოლო 3 წლის მოხმარების ტრენდი არის ოდნავ კლებადი. თუ საშუალოდ ერთი მოსახლე, ერთი ადამიანი მიირთმევდა 3.3 ლიტრ ღვინოს წლის განმავლობაში, ეს მონაცემი არის შემცირებული 2.8-მდე და პროგნოზიც გვიჩვენებს იმას, რომ შესაძლებელია კიდევ შემცირდეს 2.5 litrამდე ერთ ადამიანზე მოხმარების ნაწილში. აქვე შეიძლება დაისვას კითხვა, რა ხდება მოხმარების ნაწილში? აქ ალბათ ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი არის ასევე ტრენდის ჯანსაღი ცხოვრების ტრენდის მხარე და ახალგაზრდა თაობის მიერ ჯერჯერობით ღვინო ბოლომდე გლობალურად ვსაუბრობთ, ახლა ჩვენ იმ დონეზე ატაცებული არ არის, თუმცა ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა ქვეყნების ჭრილში ზოგიერთი ქვეყნის მოხმარების ზრდას. აი მაგალითად თუ ზოგიერთი ქვეყნები იკლებენ, მაგალითად ბრაზილია იმატებს, ხო? ასევე ზოგადი ვაჭრობის კუთხით ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნებს შორის ტარიფებსაც ამ მიმართულებით. მაგალითად, პანდემიის დროს, როდესაც შემცირდა მოხმარება ღვინის, ერთ-ერთი მიზეზი, მაგალითად, ჩინეთში მოხმარების კლება იყო ავსტრალიის ღვინოზე ტარიფების დაწესებაც. ანალოგიურად 2020 წელს, როდესაც დიდი ბრიტანეთი გამოვიდა ბრეგზიტიდან, სანამ სატარიფო ბადეს და ლოგისტიკის ნაწილს გადააწყობდნენ, იყო კლება. რატომ? იმიტომ რომ დიდი ბრიტანეთი ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელია და იმპორტიორი არის ღვინის. შესაბამისად, დღევანდელი გლობალური ტრენდი შეგვიძლია დადებითად შევაფასოთ. ასევე საქართველოსთან მახლობლად ჩვენ ხვდებით ქვეყნებს, რომლებიც პირიქით სატარიფო და იმპორტის ბადეს და პირობებს აუმჯობესებენ იმპორტირებულ ღვინოსთან მიმართებით. კარგი მაგალითია, მაგალითად უზბეკეთი, სადაც ამ წლის იანვრიდან იმპორტირებულ ღვინოზე აქციზი მნიშვნელოვნად შემცირდა. ეს უხსნის ქართველ მწარმოებლებს დამატებით შესაძლებლობას, მაშინ როდესაც უკვე ჩვენი ღვინო მაგალითად ყაზახეთში ძალიან კარგად არის წარმოდგენილი და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საექსპორტო ბაზარია. ყოველთვის მაინტერესებდა კერძო სექტორიდან დანახული საქართველოს ღვინის ინდუსტრიის ბაზრის ზომა. ანუ ჩვენ ძირითადად ვეყრდნობით სახელმწიფო მონაცემებს, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინტერესებს სავის და პირადად თქვენი თვალით დანახული საქართველოს ღვინის ბაზრის ზომა და რაც მთავარია, ყველაზე მნიშვნელოვანია, რა ზრდის ტემპია ღვინის ინდუსტრიაში საქართველოში. მოგახსენებ ამ ნაწილზეც, აქაც დინამიკას და წლებს რომ შევხედოთ, 2019-დან 23-ის ჩათვლით ღვინის ინდუსტრია საქართველოში სტაბილურად მზარდია წლიდან წლამდე. 2020 წელს იყო წარმოებლურობის ნაწილში გარკვეული კლება, იმიტომ რომ ბიზნესებს საკმაოდ დიდი გაურკვევლობის დონე ჰქონდათ, თუმცა ეს იყო დაკომპენსირებული შემდგომ 21 წელს. დამატებითი ინვესტიციით ფიქსირებულ აქტივებში 66%-ით გაიზარდა 2020 წელთან შედარებით ინვესტიცია ფიქსირებულ აქტივებში და ეს ჩვენ გვაძლევს იმის
ანალიზის შესაძლებლობას, რომ კომპანიებმა დაამატეს საწარმოო სიმძლავრეები და გაფართოვდნენ. რაც შეეხება თვითონ Dark-ს 271 მილიონი აშშ დოლარის საექსპორტო დარგია ეს დღეს, შესაბამისად საკმაოდ მნიშვნელოვანი ელემენტი არის ჩვენ საექსპორტო დავარქვათ კალათაში. ძალიან ბევრ ადამიანს მოიცავს, იმიტომ რომ ეს ღვინო ხომ პირველად წარმოებაზეც არის ამ შემთხვევაში დამოკიდებული და ყურძენზე. შესაბამისად ძალიან ბევრი ფერმერი იქნება ეს თუ მცირე წარმოება იღებს ძალიან დიდ სარგებელს აი ამ ღირებულებათა ჯაჭვში ყოფნის და არსებობის შემთხვევაში. აქვე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტრენდი, რაც უნდა ვახსენოთ, არის რომ საქართველოს ღვინის ექსპორტში აი ამ 271 მილიონ აშშ დოლარში 71.3% ეს არის წითელი ღვინის ექსპორტი და 26.3% ეს არის თეთრი ღვინის ექსპორტი. თუმცა ამ ორ შორის წითელი ღვინის ექსპორტი რაოდენობრივად წლიდან წლამდე იკლებს. რატომ ვახსენებ ამ ტრენდს? იმიტომ რომ ზუსტად მსოფლიო ტრენდიც არის ეს, რომ მოხმარება წითელი ღვინიდან გადადის თეთრზე, ან ვარდისფერზე, ან ისეთი ნიშურებზე, როგორიც არის თუნდაც ქართული ქვევრის ღვინო. ამ კუთხით ჩვენ ხედავთ, რომ საქართველო როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყანა არის ზუსტად იმ ტრენდზე და იმ დადებით ტალღაზე, რასაც დღეს მსოფლიოში ხედავთ და კიდევ უფრო ველოდებით. რახან ჩვენი განახლებული რუბრიკა ამ ფორმით წარვადგინეთ, მე მგონი ღირს რომ რამდენიმე ეთერი კიდევ დაუთმოთ ამ ინდუსტრიას. აქვე რასაკვირველია მხოლოდ ტრენდების მიმოხილვით ვერ შემოვიფარგლებით, ამიტომ როდესაც ჩვენ ჩავხედეთ ამ სექტორს, ჩვენი სურვილი არის რომ კიდევ მინიმუმ 2 რუბრიკა დავუთმოთ ამ ნაწილს. შემდეგ გადაცემებში ჩვენ აუცილებლად ჩაუღრმავდებით ისეთ საკითხებს, როგორიც არის ნიშური ტრენდების და საქართველოს დივერსიფიკაციასაც შეუძლია და ასევე მესამე და ერთ-ერთი ალბათ ჩემთვის, იმიტომ რომ მე ფინანსისტი ვარ, არის ფინანსური შედეგები კონკრეტულად ამ სექტორის. რატომ ამბობთ ამას? იმიტომ რომ თუნდაც შემოსავლების კუთხით გასულ წელთან ერთად 7.5%-ზე მეტი ზრდა გვქონდა შემოსავლის კუთხით. ერთადერთი ალბათ ტრენდების კუთხით საინტერესო განსახილველი იქნება, რა შეიძლება გააკეთოს საქართველოს იმისთვის, რომ თავისი ტოპ ექსპორტიორი ქვეყნების დივერსიფიკაცია მეტი მოახდინოს, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენი ღვინის 66.8% ჯამური ექსპორტიდან დღეს მდგომარეობით კვლავ რუსეთში გადის. კი ბატონო, ამის შემდგომ გვაქვს პოლონეთიც, გვაქვს ასევე ყაზახეთიც, ჩინეთიც, თუმცა დამოკიდებულება ერთ ქვეყანაზე მაინც ძალიან დიდია დარგის. კარგი, მარიამ, შევთანხმდით თანმიმდევრობაზე, წარმატებები. მინდა მადლობა გადავხადო მასპინძლობისთვის თუ სტუმრობისთვის და რუბრიკის ხელახალი დასტარტისთვის მარიამ ქოიავას, მას და მის კომპანიას ავის წარმატებებს უსურვებ. დიდი მადლობა.